სალამი ნიკოლოზ. როგორ გიკითხო ჯიმი? კარგად, შენ? მეც, ზუკა, შენ როგორ ხარ? შვენი ვარ. ძალიან კარგი. დღეს ზუკა უთხრათ მოდი მაყურებელს. ქორი გორშია წასული. კიდე კაი, ანუ ესე იყო რა, პირველ სიწერდა რომ ოღონდ კოპენჰაგენში არ გამაგზავნოთო იმ სასაკლაოზე ოღონდ არ მინდაო რომ იქ დანიაში ძალიან საშიშია, ძალიან ნერვიულობ ყველაზე ვინც იქ არის რომ როგორც გამბედაობა. კი, არა, საერთოდ აპირებდა კოპენჰაგენში მივლინებით წასვლას. მან გადააფიქრებინეს მე ოჯახი რაღაცა რომ ან რაღაც ახალგაზრდა ხარ ჯერ კიდევ. მაგებზე გადმოვიდეს, მაგრამ ჯერ ისე დავიწყე, შენ მობლენს უყურებდი, ხო? მოგწონდა. მომწონდა და ვიცი რომ რაღაც სიახლეები არის და თანაც ძალიან არასასიამოვნო. ხო, ტომ ჰარდი გამოაბუნძულეს იქიდან და სულ ფიქრობდი რომ რანაირად ხა მაღაზია დგას მთელი ისა რატო გამოაგდეს თქო. თან მე სიმპათიურება ეგ კაცი ყოველთვის. არა, მთელი სერიოზული კითხვაა, ხო, რაღა დარჩება. იმენად ცუდად იქცეოდაო რომ მოკლედ სხვა გზა არ ქონდათ. რომ ბოლოს ის იყო რომ პირს ბროზნანს და ჰელენ მირენს ალოდინებდა რამდენიმე საათის განმავლობაში, იმიტომ რომ არ გამოდიოდა თავისი ტრაილერი თუ რა ქვია რა თავისი მსახიობის ადგილი სადაც არის. და მიუხედავად რომ ტომ ჰარდის დიდ პატივს ვცემ, პირს ბროსნანი და დეიმ ჰელენ მირენი ისინი არიან. ხო, და რა ცოცხალი ლეგენდები და ახალი ვარსკვლავი რო იყოს და გუშინ ისა გაჩითული, რა მოვიდა? არ ვიცი, რაღაცა ულამაზოდ იქცევაო ამბობენ, მაგრამ ნუ იქ არ ყოფილვარ, ვინიც ის რა ხდებოდა სინამდვილეში. თუმცა აი ამ სერიალის მომავალი საფრთხის ქვეშ. ახლა იმას შემოქმედებით კოლექტივს რა შრომა მოუწევს სცენარის ავტორს, რაღაც ისეთი ლოგიკურად უნდა დაბრიდონ ან სადღაც მივლინებაში გადაიყვანონ. შეიძლება არც გააგრძელონ ხა რაღაცა რა აზრი აქვს, ტიპი მთავარი გმირია ხო მაგაზე დგას არა? ხო, არა, ნუ ძალიან ის არის. ხო, ვიცი რა არის, ალბათ ცენტრალური პერსონაჟი, ხო? ხო. მე არ მინახავს. შენგან არა, ვაპირებდი ყურებას, თორე შენ ამბობდი რომ კარგიაო, მაგრამ მთელი სია მაქვს რაღაცების რის ყურებასაც ვაპირებდი და როგორი პონტია, იცი, ახლა ეს დასპოილერება არ იქნება. ყველა არის ერთი მეორეზე უარესი, აი როგორც ნაღდ კრიმინალს კარგად დაწერილს ან კარგად გადაღებულ კრიმინალ, აი რომანტიზების გარეშე, ხო? ყველა არის ფუამათი, ბოლოს ფიქრობ. ხო, აი ჩამთრევია, კარგია, სიმპათიები გიჩნდება რაღაც ეტაპზე, მაგრამ მერე, ნუ არ ვიცი, პირს ბროსნანიც, ეგ მირენიც, აუ, მონსტრები და რაღაც ეგეთები და ბევრ ამბავში, ბევრის ის არის რაღაც სიუჟეტური ამბავია და აი ყველაფერი მოდის ამასთან, ეს იღებს გადაწყვეტილებას, ეს აბალანსებს. ანუ ჰარდი სისტემურ პრობლემებზე არის, ხო, შეიძლება ითქვას სერიალი ერთგვარზე. ანუ თვათ ჯიმი არა ვარ, მაგრამ ნუ რაღაც ვცდილობ სწავლობ მეც ცოტა პატარა ნაბიჯები რო გადავდგა, ვიდრე გავირბენ. იმიტომ რომ ბოლო გუშინდიდან მოყოლებული მსჯელობაც არ არის. ანუ ლაპარაკი არის რაზე? მოდი მოყევი გორის ამბავი. ხო, გორში მოკლედ მოქალაქეს რაღაც მოკლედ პოლიციამ ჩათვალა რომ მოქალაქე არასწორად მოიქცა. იქ ძალიან მაზალოდ ყვება ის მეორე დაზარალებული რომ ეს როგორ ამბობს მანქანა მოუშვაო არა მანქანა მოუშვა. ხო მოკლედ პოლიციის მთელმა რაზმმა წაიყვანა ეს მოქალაქე რომელსაც არ ვიცი ხო ახლა გამოძიება დაადგენს სასამართლო გაარკვევს რაღაცა უთხრა რაღაცა ნაირად გამოხატა უკმაყოფილება შეინიშნა მიცა თუ რა იყო როგორც დაიწყო პოლიციელებთან მისი ურთიერთობა ხო რა მოხდა როგორ მოხდა ამას დეტალებს გაარკვევს გამოძიება მაგრამ მერე პოლიციელებმა რაც გააკეთეს და რაც გადაიღო ფორმულას და იქ შიდა ქართლის იმის ოპერატორმა თუ ჟურნალისტმა ხო 8 თუ 10 პოლიციელი ურტყავს ცემს აი როგორც იხლის ქვეშ გაიგდო თუ კი რამეს შეიძლება ითქვას ეგრე დაუნდობლად ხელით ფეხით ყველა მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგობას აღარ უწევს ითხოვს რომ გაჩერდნენ არცემოთ მეორეც რომ მიდის და ესეც რაღაც გაშველებასავით ცდილობს რომ ნუ ფიზიკურად არ შედის არ კონტაქტში არანაირად იმასაც ცემენ თან როგორი რაღაცა არის იცი ეს ის კი არ არის რომ ვიღაცა ერთმა გადაწყვიტა რომ ეს არაკანონიერად გამოეყენებინა ძალა და სხვები რაღაცნაირად ცდილობენ აღკვეთას ან მოუწოდებენ ყველა როგორც ერთია ესე
ხელის მოსაკიდი ადგილი არ არისო რომ იტყვიან ხო აი ესე აი სად დაარტყან იმას ეძებენ იმდენი არიან და ცემენ ესე დაუნდობლად ძალიან დიდი დროის განმავლობაში მე ხა იმას ვიზამ და ამას ამბობენ რომ ეს იყო მცირედი გადაცდომა მან სიტყვაზე გამოგეკიდები ვიცი რომ შენი დამოკიდებულებაც ამასთან დაკავშირებით მაგრამ ან გაარკვევს გამოძიება ან არა გამოძიება გაარკვევს ამბობდი არავის მაგის იმედი არ აქვს იმიტომ რომ უბრალოდ ხსენებაც კი რომ ეს რაღაც ერთჯერადი შემთხვევა არის აბსოლუტური გულუბრყვილობა კი არა ტყუილი არის და არამზადობა არის იმიტომ რომ აბსოლუტურად სულ ყველა მიცის რომ მსგავსი რაღაცა პირველად არ მომხდარა შეუძლებელი არის ეს არ არის არაორდინალური საქციელი არ არის არაორდინალური საქციელი მით უმეტეს რომ ბოლო რავი 3 წლის განმავლობაში და მანამდეც არის ათობით შემთხვევა როდესაც ადამიანები დაწურლებით ყვებიან როგორ რანაირად და ვინ ურტყა რომ ეს არის არა ისიც მიუღებელია რომ თქვა დაკავების დროს რომ ძალას გადააჭარბებს სამართალდამცავი თუმცა გასაგებია ხოლმე შეიძლება რომ რაღაც უცებ მოგაწვა განაიარაღე ვიღაცა და ცოტა მეტი მოხდა იმ ადამიანს ვიდრე საჭირო იყო ანუ ეგეც დასასჯელია ეგეც გამოსაძიებელია მაგრამ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის შეიძლება გასაგები იყოს რომ აი სიფიცხეში ეს რაც ვნახე იყო მიზანმიმართული ანგარიშგასწორება უკვე ძირს დაგდებულ და უწევ ადამიანის წინააღმდეგ თან გაუთავებელი არ მორჩა და თან რო არ ყოფილიყო გადაღებული გამოძიება გაარკვევს მიუბრუნდები არის უამრავი შემთხვევა ესეთი როდესაც არაფერს არ არკვევს გამოძიება იმიტომ რომ წესით ცხოვრობთ ქვეყანაში რომელიც არის მოპენტილი ვიდეოკამერებით სადაც ყველგან ყველაფერს 17 რაღაცა უყურებს სადაც წესით სამხრაები უნდა კონდეს შართული პოლიციელებს მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგება არც ვიდეოკამერა იწერდა არც ეს ვიდეოკამერა იწერდა არც ეს იწერდა და რო არა შემთხვევით ის რომ ჟურნალისტების სახლის წინ მოხდა ეს ყოველთვის ფანჯრიდან იღებდნენ ორნი ზუსტად ისევე ჩაივლი და როგორც სხვა ყველაფერმა ჩაიარა ეს არის კიბო ეს არ არის გადაცდომა ან გადმოცდომა ეს არის რომ ტიპებს ურტყავენ კაი აქციის დროს შეიძლება კიდევ ვთქვათ რომ სხვა ატმოსფეროა მაგრამ არ არის სხვა ატმოსფერო როდესაც ადამიანები ცემეს და მერე დააჯარიმეს იმიტომ რომ წინააღმდეგობა რატო გაგვიწიეო როცა ან ჩანდა და ან ყვებოდნენ რომ რანაირი წინააღმდეგობა უნდა გამეწიო როცა თავში მირტყამდნენო და 1 2 3 20 30 ეხა მე პოლიციელების ჯგუფი აქრო აკაცუქს ცემს მე დაიწყებს გარკვევას რომ ვინ რომ მხარეს არის და რანაირად არა მაგრამ ასევე არ ამგონია რომ ეს დაიწყო აქციების დროს ეს პოლიციელების თავაშვებულობა იმიტომ რომ მანამდეც იყო შემთხვევები და ზოგი რომელიც ფატალურად დამთავრდა ბავშვებთან დაკავშირებით ზოგი რომელიც არ დამთავრებულა ფატალურად მადლობა ღმერთს მაგრამ იყო ეს ამბები რომელსაც ყვებოდნენ და რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყვებოდა და ყველაზე ცუდი ის არის რომ აი ამაზე რეაქცია აჩვენებს რომ არც ამას არ მოყვება შედეგი იმიტომ რომ 5 თუ 8 პოლიციელის დაკავება არ არის ეს არის სიმპტომის მოკვეთა მანდ არის მეტასტაზები წასული იმიტომ რომ როცა პოლიციელი ამას ბედავს ნიშნავს რომ მით უმეტეს ესეთ მკაცრ იერარქიულ სისტემაში რომელიც არის ძალოვანი სტრუქტურა ხო მე რო რაღაცას გავაკეთებ ქვემდგომი იმაზე პასუხისმგებელი არის ჩემზე ვით ვინც არის და იმაზე იმისზე ვით ვინც არის და ყველა მიცის რომ ხდება იმიტომ რომ თბილისში არის პოლიციის განყოფილებები რომელსაც აქვს მე არ ყოფილი ვარ არც ერთში მაგრამ სახელი განთქმულით რომ იქ თუ მოხვდები დაგენძრევა იმიტომ რომ იქ გცემენ სხვაგან შეიძლება არ გცემონ ეგრე ანუ არ ვამბობ რომ ყველა ეგრეა მაგრამ ეხა რა მნიშვნელობა აქვს სადა ვიწყო მე გარკვევა ხვის იმის კრის როკის ხუმრობას ვიმეორებ მე მგონი რომელიც ამბობდა რომ აი ამბობენ ხოლმე სამართალდამცავებზე რომ a few bad apples რომ ზოგი არის გაფუჭებული სხვები მაინც კარგები არიანო მაგრამ ავიაკომპანიებისგან მაგას ხო არ ვიღებ თუ ანუ 1-3 ცუდი პილოტი თუ იქნება რომელიც ჩამოაგდებს თვითონებს ხო არ რომ ეს 3 იყო მაგრამ ნუ დანარჩენები ხო კარგები არიან რა მნიშვნელობა აქვს სად უნდა ვიმარჩიელო მე ხო უნდა მეშინოდეს რომ რაღაც კი, აი როგორც ის არის, აი მის თაფლით სავსე იმაში კასრში ხარისხს ხო იმით ხო არ ზომავენ, იმით თაფლის ხარისხით თუ მაშინ ეს კუპრია ჩასხმული ხო სიტყვაზე. ეგრე არის. თელ სისტემას ზუსტად ეგის წამლავს, მაგრამ აქ საქმეც იმაში არის, რომ ეს არის პოლიციის სტანდარტული ქცევა. აი ის არის, ცოტა გარემო მეუცხოვა, გაიგე, იქ ის არის რიყი არის რაღაც უკან ტყესავით არის თორე ჩვენ ეს კადრები გვინახავს რუსთაველზე ხო ზუსტად ნიღბები არ ქონდათ ხო და როგორც ჩანს ახლა
არ ვიცი, ინსტრუქცია თუ როგორც იტყვიან, ცირკულარია გამოსაცემი, რომ საერთოდ რა, ზოგადად არა მარტო იმაზე სპეციალური დავალებების დროს, საერთოდ ნიღბით უნდა იაროს პოლიციელმა და ეს არის მე მისი დაცულობის ყველაზე კარგი გარანტი. ის რომ ნიკო რეაგირება იქნება ასევე სტანდარტული, ესეც ვიცით, ფორმალურად დასჯიან ალბათ საქმეს დაიწყებენ, აღძრავენ, ხო, ეს იმიტომ რომ აბას სისტემა ამაზე დგას. რატო დგას მაგაზე? ხო შეიძლება რომ არ დგას ცემაზე და ისე იყოს რაღაცნაირად მკაცრი. არ არის ბუნებრივი, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფება ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა საუკუნის განმავლობაში. საუკუნის განმავლობაში რომ შენ დარჩე ხელისუფლებაში და შეინარჩუნო ძალაუფლება, ხო, რაღაც მეთოდების გამოყენება გჭირდება. დღევანდელი ხელისუფლება ბოლო რამოდენიმე წელი არის განსაკუთრებით ეს თვალსაჩინო არის. დგას, რა ვიცი, ორ სპილოზე, ორ ვეშაპზე, რაზე დგას? ერთი სუსი, რომელიც უფრო ტექნიკურად მუშაობს და მოიპოვებს ალბათ კომპრომატებს, ახლა იქ ვიღაც გავლენიანი პირი რო ყავს დასათრგუნი სასულიერო ან რაღაც სამეცნიერო წრიდან ან რაღაც ზოგადად საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე იმას ბოდიში და ვერ ჩაწიხლავ ესე ხო იოლად ის რაღაცით უნდა გააჩუმო კომპრომატით მოусმინო რა მიუგზავნო რაღაც ისაკნა და მეორე არის ესეთი ველური სრულიად ესეთი გამაოგნებელი ძალადობა გახსოვს ჩვენ ადრე როდესაც მიტინგების დარბევა დაიწყეს 2-3 წლის წინ და აი ამ მასშტაბის კი გვინახავს მიტინგების დარბევის მეტი რა გვინახავს მაგრამ ამ მასშტაბის ასეთი ინტენსივობის დარბევები რომ ისა ვნახეთ ხო დავიწყეთ გამოკითხვას რომ ეს რა სტანდარტია სადნახეს და ბელორუსში აღმოაჩინეთ რომ იქ იყო თვითონ ეს ბელორუსის სპეცრაზმელები რომ ამბობენ რომ ისე უნდა ცემო განსაკუთრებით აი ესეთი დაუცველი ადამიანი ქალი მათ შორის ხო რომ აი შოქში ჩავარდეს ადამიანი, აი გაოგნდეს, რომ აი დაენგრეს საერთოდ ცხოვრება და ფსიქიკა. ასეთი ცემები დაიწყეს, ხო? და ამაზე დგას. ახლა ვნახეთ ჩვენ რომ რაღაცნაირად შევსწრები ვართ ან პოლემიკას ქუჩაში ხელისუფლებისა და რაღაც ოპოზიციის ან ხელისუფლების მხარდაჭერებისა და რაღაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ან პროპაგანდისტულმა არხებმაც გახსნეს რაღაც დებატებივით და იქაც ხედავთ კამაც, ხო? რას ვხედავთ? არანაირი არგუმენტებით ჭიდილი და რაღაც განსაკუთრებული სიმართლე ის პროპაგანდას, რომელსაც ხალხამდე მიიტანდნენ და ყველას თვალები აეხილებოდა, არა აქვთ. ხო? და ჩვენ ხედავთ, რომ არც ცალკეული ლიდერის ქარიზმაზე, რაღაც იმაზე, ორატორულ ნიშზე, რაღაც განსაკუთრებულ მონაცემებზე, უნარებზე არ დგას არაფერი. იქ შეიძლება დებატი წააგოს, იქ ყველამ ნახოს, რომ ეს მტყუანია, იქ შეიძლება რაღაცა გააყალბოს და ყველა ხვდებოდეს. ხო? აბა რაღა დარჩენია? აი შიში, რომელსაც ვერ შექმნი ამ შენწეღან სამართალდამცავები კი არა თქვი, ძალოვანები ახსენ. ესეც რუსულიდან შემოსულის არის, იქ ხო სილავიკებს ამბობდნენ და რაღაც პერიოდი მე როცა ვთარგმნია რაღაცას რუსეთზე ვწერ, ვცდილობდი ხოლმე, ისინი ხო სილავიკებს ამბობდნენ, ვცდილობდი რომ დამეწერა რაღაც სამართალდამცავი, მაგრამ სინამდვილეში სილავიკები არიან, ძალოვნები არიან, არაფერ სამართალ დაცვასთან არანაირი კავშირი. გამომედო აქციებს რო აშუქებდი ხოლმე თავის დროზე, ანუ რო უყურებ, არ ვიცი რომელი შტოს წარმომადგენელია ესე და არ მინდა რომ თქვა პოლიციელია თუ რაღაც GDD არის თუ ისა და სამართალდამცავების თქვა ძალიან ირონიული იქნებოდა, რასაც მე ხედავდი რომ არ გვერდენ აღარ სამართალს და ნუ ძალოვანები არიან რა, მოდის იმითი ხო და აი ეს ციცაკის სპრეით და აი ეს ტიპები ვიზეც დგას ეს სისტემა ხო შენ შეიძლება ტყუანი იყო მაგრამ მე რა აი ტყუანი შეიძლება ვარ მაგრამ დაილაპ ამას უნდა გადაახტე ხო აი ამას უნდა მე რაღაცას არასწორს გავაკეთებ რაღაცას გავაყალბებ რაღაც კანონს გადავწდები მაგრამ ხო ფიზიკურად ვინმე უნდა მითხრას ეს სასამართლო და ეგ ტიპები აი ესე ისე გაგლახავენ რომ საერთოდ არ გინდა იქითკენ გაიხედო, ხო? ხო, ამათი მთელი სერიოზულობით დასჯა. იმიტომ რომ მთელი სერიოზულობით არიან დასაჯელები, იმიტომ რომ როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქე დანაშაულს ჩადის, კანონს არ უვევს, ძალიან ცუდია და დასაჯელია, მაგრამ როდესაც კანონის დამცველი, სამართალდამცავი დანაშაულს ჩადის, ორმაგი დანაშაულია და უფრო მკაცრი პასუხისგება. ერთადერთი შეღავათი უნდა კონდეს, რომ ის იმის ორგანოების მუშაკებისთვის ცალკე ის არის პენტენციური დაწესებულებაში. ხო და მაგას რომ მიყვეს სისტემურად, შენი ქვეშევრდომი რომ დანაშაულს ჩადის. შენ მოგეკითხება პასუხი, ანუ რა სისულელე სად იყავი აქამდე პირველად არ უყურებდი, რა ხდებოდა, რატო არ ამოწმებდი.
მით უმეტეს რომ საჯარო სამსახურში ახლა ვისაც მუშავია მე ცოტა ხანი ვიყავი სხვები მეტხანს იყვნენ ყველგან ეგ არის ანუ არ მაგათ ძალიანებს მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმიტომ რომ იარაღი აქვს და ძალის გამოყენების უფლება აქვს მაგრამ მე როგორც მახსოვს მერია იქნება პარლამენტის საკრებულო თუ რაღაცა ნებისმიერი მსგავსი დაწესებულება ვიღაცა შენს ქვევით რო დანაშაულს ჩაიდებს შენც ისა გაქვს ტრაკის ჟიმჟიმი გაქვს რომ მოვლენ და პასუხს მომთხოვენ და ჟიმჟიმი კი არა ისა შენი ბრალია ანუ რატო შენს ქვევით ვიღაც რაღაც რო აკეთებს შენი პასუხისმგებლობა არის აბა არ არის ხო და იმის მაგივრად რომ აი მთელი ახლა უყურე ჯანსაღის სისტემა ჯანსაღის სახელმწიფო ჯანსაღის საზოგადოება ხო ამ იმის სტრუქტურების წარმომადგენლებს რომელსაც ჩაბარებული აქვს კანონიერების დაცვა განსაკუთრებულად დასჯიდა სამაგალითო დასჯიდა რომ ასე არ უნდა ხდებოდეს ჩვენთან რა ხდება აი ახლა რომ დააკავეს ის და სასამართლო პროცესი მიდის 5 იმის სამართალდამცავის რომელმაც თავი გამოიჩინეს ამ აქციებზე ძალის გადამეტებით ხო სასამართლო პროცესი არის ისეთი დახურული როგორიც აქამდე არ ყოფილა სახელი და გვარი ვერ გამოვიდა ხო ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული აი ვინ კლავდა იმ როგავას და ასე შემდეგ. რომელიც კიდევ ერთხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება. ესეც იყო, რომ ჟურნალისტებმა გადაიღეს და იმ ტრაექტორიითაც ქვეყანა მიდის, ჟურნალისტები მალე ან გვეყოლება, ან არა ესეთ პონჩი. ხო ხვდები რას ვამბობ, რომ ანუ ვინ დააკავებდა იმათ სიუჟეტი რო არ გასულიყო ტელევიზორში, ვინ დააკავებდა ამათ არავინ ხმას არ ამოიღებდა ამაზე ვიდეო რო არ ყოფილიყო. კი ბატონო. და თან მით უმეტეს, რომ რატო არის სისტემური პრობლემა, რომ როგორც მე ვხვდები ფილოსოფიაში არ გადავდივარ, მაგრამ მასშია სახელმწიფოს მართვაში არის, რომ თუ პოლიციას მუდმივად კონტროლის ქვეშ არ ამყოფებ, ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ იქ გაფუჭდეს ვითარება. იმიტომ რომ თქვათ არის 100 პოლიციელი, აქედან თქვათ რომ 30 მივიდა, იმიტომ რომ შერლოკ ჰოლმსი წაიკითხა ბავშვობაში, უნდა რომ დაიცვას და თავის თანამოქალაქეებს გადააფაროს. შუაში რაღაც რაოდენობა არის, რომელიც აი ყველა პროფესიაში არ ვიცოდი, საერთოდ სულიყავი და აქ მოხვდი და ვიღაცები არიან, რომელსაც ქართველიც ეგრეა ამერიკელის და გერმანელის რომ თავში აუვარდება, როცა იარაღს მიცემენ და ძალაუფლებას მიცემენ სხვა ადამიანზე. ესენი თუ არ იქნა მოტოკილი, შუაში ვინც არიან ისე რა სამსახურში მოხდრილები, იმათ აფუჭებენ, მართლა ის არის. ეპიდემიასე სავით არის, იმიტომ რომ ერთხელ ორჯერ გაყვები ვიღაცას გვერდზე პოლიციელს, რომელიც სხვას ჩაარტყამს და მე შეიძლება ისე არ ჩაგერტყა, მაგრამ შენ ჩვები მაგას. ქართული ფილმები ბევრი არ მინახავს ამაზე, მაგრამ ნახევარი ამერიკული რაც არის, მაღაზი არიან, ყველგან ეგრე ხდება ხოლმე და მაგას უნდა მუდმივი კონტროლი. რომლის საშუალებასაც სისტემა გაძლევს, იმიტომ რომ წესით არის მკაცრი იერარქია ლამის სამხედრო რაღაცა დამორჩილებით, მაგრამ ეგ თუ მიშვებულია თავის ნებაზე, თუ ყოველჯერზე თუ დაგინახეს და მაშინ დაგიჭირეს და თუ არ დაგინახეს და რაც გინდა აკეთე, ეგ მეთოდი აქვს ჩვენთან როგორ ჩანს. რატო ჩანს, იცი, აი ესა, აი სასამართლო პროცესებს რომ მიუბრუნდე, დახურულია ისე რომ გვარსახელს ვერ გაიგებ, ხო? ეს რა არის? პრივილეგია არის? რატო არ უნდა ვიცოდეთ? სხვა ხო საზოგადოების სხვა წევრი რომელიც კანონს არ უღებს ხო ცნობილი ხდება ყველასთვის ხო აი ჩვენ არ გავუსამართლები ვარ და გამოგვაცხადეს იმათ აგენტებად, მოღალატეებად და ამათ და ათასუბედურებად ხო რატო არ უნდა ვიცოდეთ სიტყვაზე რომ ვინ აყვავს ესეთი ვინ იყო ვინ აკეთებდა ამას რომ სხვისთვის იყოს თან გაფრთხილება და მაგალითი და რატო არ შეიძლება რომ თვითონ იჭერდნენ ვიღაცას რამდენი იყო ეგეთი როცა მეტროში იყო რომ შეშმო ბავშვს როცემდა ტიპი და კადრები რო არ ყოფილიყო არაფერი არ მოყავდა ერთი მეორე მესამე რომელზეც მე რეაგირება ან აქვს ან არა აქვს ან რაღაც გადაცდომა იყო ამას გამოვასწორებთ მაგრამ თვითონაც დაიჭირონ ვიღაცა რომ აი ნახე პოლიციელმა მოქალაქე ცემა და ჩვენ გამოვავლინეთ არ იყო ვიდეო მაგრამ შევისწავლეთ და ой ნახე როგორ დავსაჯოთ მე არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ ვამბობ რომ არ ყოფილა მაგრამ რავი არ მახსოვს და რეაგირება ისევ და ისევ ეს რომ სისტემური ამბავი არის პირველი რეაქცია რა იყო ცივი იარაღი ქონდა ერთსაც მეორესაც ცივი ქონდათ იქ ხო ჩანს იქ ადამიანი ცივდებოდა იქ უბრალოდ ხო ეგ არის აციებდა ხო ცივი იარაღი არა ეგ ხო ხდები არა აი მე მახსოვს ისა სკოლაში შარს რომ მოგდებდა ის იყო ბავშვთა ოთახი და დირექტორი და ის რომ მაშინ ხო დროშა იყო რომ აი დროშა ვინ დახია და რა დროშა იქნებს ან დროშა თუ დახიე და დროშა აი იმდენად მნიშვნელოვანი ბრალდებაა რომ თავის მართლებასაც აძლია რა საკმარისი არის რომ ჰაერში გაიჟღეროს ამ ბრალდებამ ხო ახლა უყურე პოლიციელები არიან და ცივი იარაღი ქონდა ვიღაცას
ამ დროს არანაირ CV არაღი არ ქონია. რა იცი, შეიძლება ქონდა, ანუ ეგრე გადაჭრით რატო ამბობ თქვენ? კი რომ რამეს ამართლებს ან ცulis. იქ აღარაფერი ქონდა, ბორკილები დადებული და ცემდნენ და მოდიოდნენ და მოდიოდნენ, აი ყურე, გამოდიოდნენ. ის რო არის ხოლმე რაღაც ის შვედური მაგიდა რო არის რომ მიხვალ და რაღაცა გამოხვალ და მიბრუნდები. აი ესე მიდიოდნენ და გამოდიოდნენ და ცემდნენ. კიდე არ არის სასაცილო რატო ხო? ეს მისმინე. საშინელება. აი ეს რო სისტემური ამბავი არის, არანაირი აუცილებლობა არ იყო იქ უკვე, ხო? წინააღმდეგობას აღარ უწევდა. ერთიც გალახავდა, ორიც გალახავდა, სამიც, ოთხიც, მაგრამ ყველას უნდა დაერტყა. რატო იცი? ის არის გუნდურობის ამბავი არის. ხო, ან შენ რო არ დააჭრი რა, ეს ხო, საეჭვო ხარ. გაიგე? აი რაღაც საქმეში ხარ. ესეც ის არის, იცი? ადრე 90-იან წლებში რომ მახსოვს როგორი იყო კრიმინალური პოლიცია, დღეს შეიძლება რომელ ადამიანების გამტაცებელთა ჯგუფში იყო ვიღაც ტიპი, ხალხში ხო ყველას იცნობს და რაღაცა და მე უცბად ჩაბარდებოდა პოლიციას, მიიტანდა რაღაც ამბავს და თავისიანებს ან დააჭერინებდა რაღაცა და ბევრნი იყვნენ ესეთი და პრინციპში აი ჯიბეში რა სივიცედო იმის გარეშე ვერ გაარჩევდი, ვერც გარეგნობით, ვერც მეტყველებით, ვერც ქცევით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია თუ უბრალოდ კრიმინალია. ის ხო შეიძლება მიფიქრია დღემდე ეგრეა ხოლმე რომ ხანდახან 4 ტიპი დგას რაღაც შავებში ჩაცმული ქუჩაში და რომ გაივლი ვერ ხვდები რომ ეხა ეს უბნის სასტავია თუ პოლიციელები არიან. თუ ის ფორმაცია და რაღაცა კი ბატონო ხანდახან არაცვიათ და თან რაღაც დაძაბულად იყურებიან ხოლმე და ისე ხარ რომ ხო, მაგრამ ეს ხო ხვდები ეს არ არის, როდესაც სპეცსამსახურის წარმომადგენელი არის ჩანერგილი რაღაც მაფიაში ან რაღაც ბანდაში და იმათ სანამ ჩაინერგებოდა, სწავლობდა იმათ მეტყველებას, იმათ ჟარგონს, იმათ ქცევას. ის რა ფილმი არის ალ პაჩინო რო არის? დონი ბრასკო? ხო, აი იქ რო არის. როლში როა შესული და შოკში როა ბოლოს რო არ ჯერა და ხო, ეგ აქ არ არის, აქ მართლა ეგ არის რა. აჭირდება ცალკე ტრენინგები მაგასთან დაკავშირებით. ისევ და ისევ ის ჭირი არის, აქ ბევრი მსახიობი ყავს ეგეთი. ერთი როლის ტიპები თავის თავს რო თამაშობენ. აქაც ხო ეს კრიმინალურ პოლიციაში კრიმინალია ტიპი რა, მხოლოდ ის არის, რომ რაღაც ლიცენზია აქვს რა, რომ აი შეუძლია გააკეთოს. აი ეს გამოჩნდა. საქმის შეკერვა დაიწყეს ნიკო უცბად, რომ ეს დაიჭირეს. ეხ გამოსდა რომ რამდენით დარბევა გამიშუქებია ამ ხნის განმავლობაში დაგვიგროვდა ბევრი და ეხა მივხვდი რომ ძალიან საუკეთ რამდენი წინვალე თუ როგორ თქვა იმან მომღერალმა საუკეთესო სისხლის ბრას დავსწრები ვარ და საუკეთესო დარბევა ეხა დასამუშავებელი მაქვს აზრი მაგრამ გონია რომ შეიცვალა ძალიან ესე ფაქიზად მაგრამ ქვეყანა სჭირდება ნებისმიერ სისტემაში ნებისმიერ იმაში რაღაცა ორგანო რომელიც კიდე დანია იყოს და კიდე საქართველოს რაღაც დროს დაშლის დემონსტრაციას. შეიძლება დემონსტრაციისკენ იყოს, შეიძლება მის წინააღმდეგ იყო, მაგრამ ყველასა აქ-ეგა და რაღაც მომენტში შეიძლება საჭირო გახდეს. თავიდან უფრო ვაკვირდებოდი რომ იყვნენ ანუ თქვათ აქციას რო შლიდნენ დედისგინები და რაღაცით კი არ ხდებოდა, საქმე იყო თავიანთი და აკეთებდნენ. რასაც არ ვიცი, შეიძლება პატივისცემა, შეიძლება არცე, მაგრამ პროფესია არის ეგეთი და საჭიროა და გეტყვიან მიდი გააკეთე. უფრო და უფრო ვატყობდი გავეშებული ტიპები რო გამოვარდებიან და მოდი თან თქვენი დედები და რაღაცა რომელიც აღარაფერში აღარ ეწერება ანუ ის პროფესიონალი კი არ არის რომელიც თავის საქმეს აკეთებს არამედ არის რაღაც მოძალადე ინტერესია რაღაც ის გაბრაზებულია შური უნდა ყოველ ჯერზე ხა ვერ გაბრაზდები ფარიან ტიპზე რომელიც საქმე არის რომ დემონსტრაცია დაშალოს და შეიძლება მე არ წავსულიყავი ჩემი პროფესია არ ყოფილიყო მაგრამ მაგის საქმეა და ყოველ ჯერზე არ დაიწყებს იმის გამორკვევას რომ ვის სად რამდენი როგორ და ასე შემდეგ და ეგ პროფესიონალი რომელიც სისხლიანად შლის მიტინგს ალბათ კიდე არიან იქ მაგრამ გაცილებით უფრო მეტნი ჩანან ტიპები რომლებიც მუცელში ჩაგარტყამენ გვერდზე რომ გაიგოთ თავში ჩაგარტყამენ იმას იზამენ არა ნიკო ხო ეგ მესმის მან ხო შენ ხო დააკვირდი აი რაღაცა არის ეგ რაღაცა სამუშაოს აღწერილობა შეეცვალათ აი ჩვენ ხო ვნახეთ ის ამ გდდ შეფი ხო რა კაცი არის და რა განკარგულებებს იძლევა და როგორ იმაშება როგორ შეიძლება ახლა იმის ხელქვეითები მოქმედებდნენ იმასავით განაწესის მიხედვით და კანონის დაცვით ხო ის მოქმედებს ისე როგორც ავალებენ მანდ
ხო და თან თუ წაახალისებ, თან თუ უჩიჩინებ კიდე რომ აქ უბრალოდ ის კი არ არის რომ ვიღაც მოქალაქეები არიან გამოსული და რაღაცას ითხოვენ და კანონს თუ დაარღვევენ, ესე უნდა მოვექცეთ, გავდენოთ აქედან, გავიყვანოთ იქიდან. ეგრე არა. ესენი არიან მოსული იმისთვის რომ შენს ოჯახს ხო ამბობდნენ კიდევაც არა რომ თქვენ ახართ მოღალატეები რამე რო იყოს თქვენ გაიქცევით ჩვენ უნდა ვიომოთ ჩვენ უნდა ესავქნათ ვის უნდა ემონ იმას გამგებლის მოადგილეს თუ რაცა მთელი 1 წლის განმავლობაში იყო მე ხა დეტალების საიდან ვიცი ვის რა დაპირისპირება აქვს მაგრამ ძალიან გახმაურებული თავის აი რუსული სტილის მართლა გარჩევები გდდ-ს წარმომადგენლებსა და რისი ის იყო გამგებლის მოადგილე ქვემო ქართლის რომლებიც ხან ერთ შეუვარდებოდნენ იმაში სავარჯიშო დარბაზში და ის გაასწრებდა ხან ვიღაცას გასისხლავდნენ ხან აქეთ იქნებოდა და მე გიჟდებოდა რა უბედურებაა ესა ვისკენ ვიყოთ მან კიდე ის იყო რომ გდდ-ს საქმე მაინც არ შეძლოვანები არიან კიდე ერთხელ იმათ რა დაჯგუფება ჰქონდათ რატო იყო საერთოდ ეგ და შეიძლება არის კიდევაც ეხლა არ ვიცი დაალაგეს ურთიერთობა თუ რა ქნეს მაგრამ რაღაც კრიმინალური სრულიად არა ლეგიტიმური რაღაცა ორი დაჯგუფება რომელიც ერთმანეთს რაც საძმოურად უსწორდება. მაშინ ეს რო პროტესტის პიკი რო იყო და ის წინააღმდეგობა სერიოზული იყო და ძალადობა სერიოზული იყო, ხო უცბად გამოჩნდებოდნენ ეს ვიღაც ტიპები გაურკვეველი ჩაცმულობის, ნიღბების და იმით. მაშინ მთელი სერიოზულობით გამიჩნდა ის შტაბ-ბიჭდილება, რომ აი როგორც იქ ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელში არის ვიღაც ტიპები გავლენიანი თანამდებობის ან არათანამდებობის თანამდებობებთან დაახლოებული წრეები და რაღაცები აი ჩევეკარო არის ეხა ხო კერძო სამხედრო კომპანიები რაღაც ესეთ არაფორმალური ის რაღაც ორგანიზაციები ესეთი ისინი იქმნებოდა და რაღაცნაირად ახალისებული იყო ხო გამოიწეს კიდევ უკადა ვიღაცები ხო აი ამას გავს ხო და ის რასაც შენ ამბობ რომ პოლიციელი უნდა მოქმედებდეს ცივად ხო უყურე რა განსხვავებაა თუნდაც იმ მოძალადეს და პოლიციელს შორის რომელიც ქუჩაშია გამოს აი საშინელი ტიპი არის დავანებოთ ამ იმას რომ არ არის იდეალური მიტინგი და ვიღაც ტიპები მოვიდნენ და გადაბრუნებული აქვს და არასწორად იქცევიან ხო შენ მაინც ხო კანონის ფარგლებში უნდა შენ გაქვს შენი განაწესება სპეციალური ეკიპირება გაქვს დაცული ხარ ის რომ რაღაცას გასხავს სიტყვაზე ხო ისე ხო არ გაზიანებს როგორც მოქალაქეს დააზიანებს შენი ნასროლი ხო შენ სპეციალურად ხარ მომზადებული რატომ გაქვს ეს ისინი აი მიქელანჯელო და ის რო არიან ლეონარდო და ის ნინძები ხო ისე რო ხარ ჩაცმული იმის გამო ხარ რომ შენ სხვანაირად უნდა მოიქცე შენც რო იყო ჩვეულებრივ ჩემსავით პერანგით გამოსული ხო მაშინ მორევაზე იქნება მაგრამ შენ ხო ესე აღჭურვეს არა შენ უნდა დარჩე კანონიერების ფარგლებში იყო რომ ტიპებს დერეფნებში ატარებდნენ თუ რა რომელსაც ყველა ყვებოდა და ზოგ შემთხვევაში კადრში ჩანდა რომ ანუ ზვიადი როგორ გაატარეს მაგრამ ზოგ შემთხვევაში ანუ ყვებოდა თქვა ზვიადი ყვებოდა რატიანი ზოგ შემთხვევაში ხელად კარგად არ ჩანდა რა ხდებოდა მაგრამ ჩანდა რომ უკან ტიპი შეათრიეს და ზევიდან ესენი ჩანდა ანუ რომელსაც იღებდნენ ეგ კამერები აქვს და არავინ არ თქვას მე რომ თვითონ ვინმე რამე არ იცოდა შიგნით იმიტომ რომ არაერთი ადამიანი მოუყოლია როგორი დამცირების და ცემის და წამების ქვეშ იყო დაკავების დროს თუ რა ვიცი რაც ქვია და კამერებით იღებდნენ რომელსაც მე ვიღაცას აჩვენებდნენ ეს მწყრივში გატარება ხო საშინელება არის არა ესე რომ მიდის და ყველა რო ცდილობს რომ ჩაარტყას აი იმაში რუსეთის იმპერიაში და სხვა იმპერიებში სადაც ეს სამხედრო იმაზე იდგა ხო მუშტრაზე ამ დისციპლინაზე იქ ხო იყო ეგ მწყრივში გატარება იქ ახლა სადღაც ვკითხულობდი რომელიღაც რუსულ ტექსტში იქ როგორ იყო იცი ხო ქონდათ ისინი იარაღი აი იმის ლულაში რაც ეტეოდა წკნელი ასე ვთქვათ ხო სტანდარტი იყო ეგა რომ ეგ უნდა დაერტყათ მაგრამ ნუ ახლა ვიღაც სასტიკი ოფიცერი იყო და რაღაცა და ის უფრო იმას არღვევდნენ და ამ ცემით შეიძლება მოკლა ადამიანი ის რომ წვრილი უნდა ყოფილიყო იმას ნიშნავს რომ დასჯის და ნუ ძალიან ეტკინება ძალიან ისა და გადარჩება მაგრამ ახლა ნახე აი რომ მწყრივში რომ მიდის და ვიღაც მუშტებს გირტყავს ხო სად წკეპლა და სად მუშტი ხო შეიძლება მოკლა მართლა ეგრე არის იცი ხო როგორი რაღაც არის დავარტყი და წავედი რა გრჯის რატო უტყავს 100 კაცმა რო დაარტყა 100 მეერთე რატო გინდა რო იყო აი ისევ და ისევ იმის გამო ეს არის რაღაც აი კრიმინალური ბანდის წესი რა რომ რაღაცით უნდა იყო გადაბმული შეიძლება თეთრი ყავი გინდა ძმაო სუფთად გამოხვიდე ეგრე სად არის რომელიც მე ამ მართლა მეტასტაზებს არცელებს ყველა იმაში იმიტომ რომ თქვა მე შეიძლება რომ საპატრულოს წარმომადგენელი რომელსაც არ მიცემი ხარ მაგრამ გადაგეცი ტიპებს ვიც ვიცი რომ გირტყავენ ან ვარ რაღაცა
ისევ საპატრულოს წარმომადგენელი მომიყვანეს ჭიმშერი თავყობა გაერთიანებული და მე არ მიცემი ხარ, მაგრამ მე ხო დანაშაულის თანამონაწილე ვარ, იმიტომ რომ ვნახე რომ დანაშაული მოხდა და არ განვაცხადე და პრინციპში მონაწილეობაც მივიღე. ეგ მთლიანად ვრცელდება და მე ერთხელ და ორჯერ რომ მომიყვანენ ვიღაცას ნაცემს. ან გადავალ ჭყუიდან, ან წამოვალ იქიდან, ან დავრჩები და მეც ვცემ სხვას. ხო, ანუ ეგრე მუშაობს კოგნიტური დისონანსი. იმიტომ რომ თავიდან თუ ხარო მე ვარ პატიოსანი ტიპი, ამ რაღაცა სამართალდამცავი ვარ და ჩემი საქმე არის სამართლის დაცვა, თუ ჩემ გარშემო ვხედავ რომ ეს ირღვევა, ან ვეღარ ვძლებიქ, ან რაღაცა სერიოზულად უნდა ბრძოლა დავიწყო, ან მე თვითონაც მაგათ უერთდები და ისევ იმას უბრუნდები რომ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა თითო ადამიანების ვერასდროს ვერ დამთავრდება იმ თითო ადამიანის გამარჯვებით. შეიძლება მორალურ გამარჯვებას მიაღწიოს თავის თავში, მაგრამ თუ ზევი სისტემა თუ არ შეიცვალა, ეგ სისტემა რყნის ადამიანს, ეგ არის ეგრე ყოველთვის. ისევე როგორც ადრე დიდხანს ულაპარაკე მაგაზე და ეხა უბრალოდ გაკვირვით ვიტყვი რომ თავის დროზე გაიშნიკი რო იყავი, პატიოსანი ვერ იქნებოდი. იმისგან მიუხედავად რომ შენ შეიძლება არ, მაგრამ არ იმას იზამენ რა. ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი იყო ჯიპაში ადრე, რომელიც წლების წინ გაიშნიკი არ იყო, ჟურნალისტი იყო. რომელიც პატიოსანი გაგო ჯიპაში ნასწავლი რაღაცა ისა და ის ყვებოდა რომ ვერ გავჩერდიო იქო, იმიტომ რომ ერთხელაც ინტერვიუზე მივედიო, იქ რაც ფული მომცაო ტიპმაო. მე არ ავიღე უკან მოვედიო და ჩემი რედაქტორმა მითხრა რომ შენ გიჟი ხო არა ხარო, ეგ შენი ფული კი არ იყო, ანუ ეგ ორივესი არის, ესე ვცხოვრობთო. მე რა შვები მაგ დროს, ანუ ეგეთი სისტემა რო არის მოწყობილი, რანაირად რის წინააღმდეგ მიდიხარ, როგორ შვები? ვერ შვები. ვერა. ხო, და ეს არის და ამაზე დგას და ამიტომ არის რომ რაღაცნაირად დროს გაიყვანე, არ გამოდის. ხო, თან რა არის ნიკო, იცი? რაღაც დროის მერე ეჭვი მეპარება თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ხო? ახლა ხო აქვს რეაქცია ხელისუფლებას. ჟარგონ უნდა მიცეს რეაქცია, ახლა ეგეთი რაღაცა არის, რომ პროპაგანდას ჯერ არ აყავს შემზადებული საზოგადოება, ისე რომ თქვას, ხო, ცემა, მერე ხო, ბევრ რამეზე გვინახავს ეს, რაც თავის დროზე შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ შეამზადეს ნიადაგი, ფონი შექმნეს და უკვე შეუძლიათ ეგრე ილაპარაკონ. აი, ბევრ რამეზე შოკის მომგვრელზე. ახლაც ხო ჯერ არ არის შემზადებული ეს ამბავი, თორე ამაზეც იმუშავებენ, თუ დროში გაიწელა ეს ამბავი. ხო? და იტყვიან მერე რომ ხო რა, ცემა მერე რა, აბა პოლიციელი. დანიაში ცემენ და თან დანა ქონდა და ცემა ეხა რა, აბა უნდა ეხნა. რუსეთში საერთოდ რეაქციაც არ ექნებოდა, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ერთ-ერთი რიგითი ეპიზოდი, ხო? იქ აბა ეგრეა პოლიციელი რო აქ ცემს. ბევრნია, ბევრი გცემენ, ერთია, ერთი გცემს, 10-ია, 10 გცემს, 100 იქნება, 100 გაგლახავს. აბა როგორ გინდა, არ მთელი შენი უნარი არის და მოხერხება და გონიერება იმაში, რომ არ გაალახიო თავი. სხვაჯერ ჩვენთანაც ესე იყო საპატრულო რეფორმამდე 2000 რომელი წელი იყო. მანამდე ეს რო იყო, მილიცია რაც იყო, თუ მე პოლიცია ერქვა, თუ რაც იყო, კადრები რო გავრცელებული იყო, რომ ვიღაცას ცემენ, ყველა იტყოდა, ხო აბა რას იზამენ, აბა რა უნდა ქნა. ყოველ დღე ვიღაცა უვარდებოდა იქიდან, ფანჯრიდან და კვდებოდა, იმიტომ რომ დაკითხვისას გადმოწყვეტა. ხო, ეგრე იყო, ისა ჩემს უბანში, ჩემს ეზოსთან, აი ფანჯრები უყურებდა, ისა სამშენებლო საწყობი იყო, მერე ის დიდი სივრცე იყო და მერე იქ გააკეთეს რესტორანი, ბოსტონ ქალაქი ერქვა, ეს რუსთავის ხოზისიც. და იქ იყო ესე უკან იყო ეს მანქანების სადგომი, ის ავტომობილების ისა სტაიანკა და რესტორანი ახლა გვიან დათრეოდნენ, გამოდიოდნენ და ამ იმაზე ჩხუბობდნენ სულ და სულ იყო ყვირილი გინევა და ყელჩი ქონდა ამოსული. რაღაცა ზოგი იმას წერდა განცხადებას და მე ეს რესტორანი ისაქნეს, გააუქნეს და მილიციის განყოფილება შექმნეს და რა იქნება რო დაიწყოს და მილიცია და ამოვის მე იყო ცემის და ტანჯვის და აი ყვირილი და ფანჯრის მოხურეები და რაღაც ეგეთი ხმები. ეს ხო ამის დიდი ტრადიცია არის, ძალოვანი უწყებების ძალადობის დიდი ტრადიცია გვაქვს, ხო? ისევის ხალხი მუშაობს რაც მაშინ ზირითადად. იცი რა არის, მე ვფიქრობ რომ უკვე ახალი თაობა წამოვიდა და ეს ასაკობრივი და გამოცდილება და ის არაფერს არ შველის, თუ თვითონ სისტემა არის მოწადინებული, აი მართვის რაღაც მოდელს თუ შეიმუშავებს, ხო? მე იქ ვინც ნიკოს თქვენს არ იყოს, ვისაც მიიღებენ იქა, ხო? ის კარგავს თავის სახეს, თავის ინდივიდუალობას და თავის ემოციებს და რაღაცას. იქცევა იმის ნაწილად. ეგ არის. სხვა შენ ვერ დარჩები ღიარგულად, გაიგი, არავინ არ გაგაჩერებს იქა. შეიძლება ისეთი რაღაცა გაგიკეთო, რომ თვითონ შენ გახდე ძალადობის ხვერპლი და კიდე ისა. ზუსტად ისე მოგექცნენ და კიდე მე რაღაც წლები რომელიც კიდევ ერთხელ ეგ არის, აი ყველა მსგავსი სისტემის თანდევი ნაწილი, რომ სულ თუ ეგ არ აკონტროლე, ხან
საქართველოში ხან გორში მოხდება, ხან თბილისში, მაგრამ რავი, სერიალები მაგნანახი ლოს-ანჯელესშიც ეგრე არის და ნიუ-იორკშიც ეგრე არის, თუ ზევიდან მაგას თუ არ აკონტროლება. ამას წინათ გუშინ წინ იყო რაც Facebook-ზე შევედი და ვიღაცის პოსტი იყო, კიდევ ერთი ცუდი ამბავი უნდა გითხრა და არც გავშალე, მეთქი გეხოცები, არ მინდა რომ კიდევ ერთი ცუდი ამბავი გავიგო, ისედაც ყელში მაქვს ამოსული და მე რამდენიმე დღის წინ პირველად იყო რომ აი რაღაცა საქვეყნოთ რომ გავარდება და უცებ რო ესე იქნები რომ ყველაფერი ცუდად არ არის და რაღაცას თურმე ქონია აზრი და ეს აზრი იყო ის რომ რამდენიმე სტუდენტმა რომლებსაც ტელეფონი ჰქონდათ და კეთილი განზრახვა და მაინდა-მაინც მეტი არც არაფერი შეძლეს და დარაზმეს მთლიანად ერი რეალურად 100-ზე ცოტა მეტი ბავშვის გარშემო ხო რამდენი არიან ხო 100-მდე ხო 100-მდე 100 არის ხო და ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამაგონებელი და იმედის მომცემი რაღაცა რა ბოლო კაი ხნის განმავლობაში თან ეს ხო ის ზოგადად ისედაც მაგარი ამბავი არის მაგრამ თან აქ იყო ესეთი ისა წინ უძღოდა რა რომ ეს თანხაა გასაღები ეს დიდი თანხა არის გასაღები და თანხას კი არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ იმის გამო რომ ეს ბიუჯეტის არის და ქართველი ხალხის გადასახადებისგან აკრეფილი თანხა არის ჩვენ გვჭირდება ქართველი ხალხის თანხმობა რაში დავხარჯოთ ეს ფული და ჩვენ ვიცით მილიონჯერ არის ნათქვამი ნაჩვენები როგორ ხდა რანაირად ხარჯავენ და როგორ მოიხმარენ ხო მაგრამ ეს სიყალბეც გამოაჩვენა რომელიც მე თქვენს რომ ამას რომ აგროვებთ ფულსო მაგასო ისედაც ვიხდითო ჩვენო არც ეგრე ყოფილა საქმე ჯერ ერთი არც ეგრე ყოფილა საქმე მეორეს ერთი ეს ამბავი თუ ეხა რო ამბობენ რომ აბა ის აქტივისტია ის ბიჭი იქ რო არის ის იმაშია ეს ამაში რა მშობლობა აქვს სად არის ის და აკეთებს და ეხლა სხვა რამე თუ ცუდი გააკეთა იმ სხვა რამეზე მოკითხე პასუხი რომელიც არც ვიცი არ გამიგია მსგავსი არაფერი მაგრამ მაინც ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ მშობლები მივიდნენ ჯანდაცვის მინისტრთან შესახვედრად რომელიც არ შეხვდა რომელიც მე იქ არავინ წესიერად არ შეხვდა გარეთ ეყარნენ კანცელარიასთან ღამე და პლეც რო დაიფარებდნენ წაგლეჟდნენ ხოლმე იქიდან მე ამათ აშავებდნენ ძიმე ავადმყოფ ბავშვებს და იმათ მშობლებს რომლებსაც აი რაღაც იქ არიან და მაგაზე უკეთესად არავინ არ იცის შეიძლება ერთსა და ორს რაღაცა კონდეს არასწორად წაკითხული მაგრამ ყველას ანუ და თელი ამ ხნის განმავლობაში ეს არც პოლიტიკური პროტესტი იყო და არც არაფერი მე რო სხედან თავხედები და ამბობენ რომ აი პოლიტიკური სახე თავისთვის იყენ შეჩემე შენთან იყვნენ მოსულები შეხვდი მოეფერე ანუ რაც კომიტეტი შექმენი ფასების იმაზე მილიონები ისხდნენ და იმას შვებოდნენ ზელდნენ კაკაშკებს და ბოლოს თქვეს რომ ჩვენო რამდენი მაგაში ფული და დრო და ენერგია დაიხარჯა შეეძლოთ რომ იმოდი კომისიას შევქმნით ვიღაცები დასხდებიან ჯანდაცვის მინისტრი შემოვა ხელს ჩამოგართმევთ მე მოადგილე დაგელაპარაკება სამუშაო ჯგუფი იქნება არ შეეძლოთ მაგის გაკეთება არ ქნეს ფეხზე დაიკიდეს გამოყარეს გარეთ ტიპები არ დაელაპარაკნენ დაყარეს გარეთ პლედები წაართვეს უთხრეს რომ თქვენ აქ იქნებით ისედაც რა დღეში არიან ხო ოჯახები და მე ეს ხედა რომ აი პოლიტიკურად იყენებენ ვიღაცები აბა რას იზამენ შენქენი რაღაცა რომ ეგრე არ ყოფილიყო და პოლიტიკა ეს ცხოვრება იცი ჩემი პოლიტიკისთვის გამოყენება ხო რაღაცნაირად ახდენს გავლენას ხელისუფლებაზეც საზოგადოებაზეც ბევრი ვარ უფრო ეფექტურად ახდენს აბა რა არის პოლიტიკა ეგ არის კიდე იმაზე ლაპარაკი რომ არჩევნებში რა მოხდა და როგორ გავიარეთ ის ეხა ეს არის პოლიტიკა ბიუჯეტის ფული როგორ დაიხარჯოს არ არის ეს პოლიტიკა ჩემი გადასახადები ჩემი გადახდილი გადასახადები რაც მაგათ ფული დახარჯეს ტროლების იმაში ხელფასებში ერთი ნახევა ალბათ მაგდენი აგროვეს იმ ბავშვებმა იქიდან ბავშვებს რო ამბობ ბოდიში მაგრამ რაღაც ასაკობრივად ისე მომდის ხოლმე არ არიან ბავშვები whatever მაგრამ ეგრე არ არის რომ ის თუ გონია რომ თავისით იწერება ყოფს ვიღაცები თავისით წერენ მაგრამ ნუ ხო იცი რომ ზოგი არის შეხედავ ტროლი არის არ არსებობს ალბათ ფულს იღებს მაგაში იმისი უფროსი ფულს იღებს რომ დაავალოს რო ეგენი გააკეთოს 200 ლარიც არ აქვს ხელფასი აი რაც მაგათ გაშავებაში დრო და ენერგია დაიხარჯა თან ისეთ რამეზე რაც აი მაგათ წინააღმდეგ რო წახვალ სასიკვდილო ცოდვა არის თუ არა ვარ მე მორწმუნე ადამიანი მაგრამ თუ რამე არსებობს და მე მოგეკითხება რომ აი ეს რატო გააკეთე რომ დუშანის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე რატო ლაპარაკობდი როცა არ იცოდი და აი მაგათ რატო აშავებ და მაგათ მშობლებზე როცა არ იცოდი როცა ჟურნალისტი ქვია და როცა ისახარ და ესეთი სახით რო შვები
ხო, ყველაფერი შეიძლება რომ მიხვიდე და თქვა რომ აი რაღაცა ცუდი ვილაპარაკე, მაგრამ ლაკავს არ გავახარებ თუ აი რას ამბობენ ხოლმე რა, აბა გვარამიაგინათ, ესენცე არის? ანუ მე მიდიხარ და იძინებ და ისე ამბობ რომ საღოლ ბატონი ბიზნესთვის კარგია ეგა, მაგათ მხრიდან რომ აკარ ვინმესთვის კარგი არის, რატომ მივიდა აქამდე? როგორ მოხდა ეს? იმიტომ რომ ესენი ხო არ იყვნენ პოლიტაქტივისტები და ვიღაცეები. იყვნენ რომ ბავშვებისთვის მინდა რაღაცა, ამათ უთხრეს რომ ფუ წადით თქვენი აქედან არც შეგხვდებით, არც დაგელაპარაკებით და რომ შეგცივდება, გციოდეს წვიმაში ეგდე მანდო. და მე ესე არიან რომ არა თქვენ კიდე ცუდები ხართ, გაუმაძღრებიო რომ მე ამას გულისხმობდი ნიკო, რომ ამბობდი რომ აი პოლიციელების ძალადობაზე ხო პროპაგანდა ჯერ არ არის მზად, სიტუაცია არ არის მომწიფებული, თორემ მე იტყვიან მეთქი რომ აი ეს აბა რა მე ხო გალახა ცემა მოკლა მე რა აბა რა გინდა აი ვინმე იფიქრებდა რომ აი სიტყვაზე აი ამ დუშენ სინდრომით დაავადებული ბავშვების წინააღმდეგ რაღაცნაირად პროპაგანდული ტალღა აგორდებოდა და ამ ბავშვების და მათი მშობლების გაშავებას დაიწყებდნენ. აი როგორ ხელი არ უნდა გაგიხმეს მაგას რა შევები. აი ხო ესე ჩოკის მაგრამ ხო ხვდები არა რომ აი თუ სჭირდება თუ 50 მილიონი მაგათი ხელფასი დანამატი თუ სისტემა სჭირდება თუ ზემოთ გადაწყვეტილება მიიღეს ეს სისტემა არის ისე მოზიდული ისე მოქოქილი რომ იმუშავებს არ არსებობს თემა რომელსაც არ დაძრავენ აქ როგორ გითხრა ხო რაღაც ის ზღვარის გადალახვა არის ძნელი თორე მე როგორ ჩანს ხო ყველაფერი სხვანაირად იმაშება აი როგორი ის არის ჩვენ მაინც უყურებთ რომ რაღაც ემოციას უნდა აი მე ვფიქრობ რომ აი ზომბების ფილმი რო არის რომ უყურებ და ისევ ის ადამიანია და რა უნდა გიხაროდეს აი მოკლეს და მე გაცოცხლდა მაგრამ ის ხო სხვა არის ხო ესე არის არ აქვს აქ არის აი თვითონ სისტემა არის რაღაც ესეთი მონსტრი ორგანიზმი რომელიც ითხოვს რაღაცას და მისი საცეცები აქ მაყოფილებენ. მაგრამ კარგი რომ მეგონა რომ რაღაც ეტაპზე ძალიან რო აგორდა ეს და აი ყველა ჩაერთო რომ თვითონ რაღაც ინიციატივას იმას იზავდნენ აიღებდნენ და აი ისეთ რაღაც პიარსულას გააკეთებდნენ რომ აი ამათი ეს სიკველე, ამათი ეს ყოჩაღობა გახუნდებოდა უფრო მეტ თანხაში. ხო გახსოვს ისა რომ შეტენაო წინა გადაცემაში თქვით ფეხბურთელებს 30 მილიონი აჩუქა ხო? და ვიღაცებისთვის დარწმუნება გახდა საჭირო რომ უნდა აიღო ხო იცი ფული იქ ხებსა ჭირდება და რაღაც მილიონის სესხები გადაიხადა რაღაცას ეგეც ველოდი რომ აი იმდენად ის თან რა არის მიკო თან მithumetes რომ რატო არა ანუ აი რა უდგას წინ ჯერ აქამდე რა ედგა წინ რომ ეთქვა რომ მოდით მშობლებო გვესმის თქვენი ტკივილი და რაღაც ემპათია რო გამოეჩინა რობოტული აი ეს სახეებით რომ ესე რომ შემთხვევით ადამიანი არ გამოჩდეს რა ხო აი რაღაც ფორმულა აქვს გაიგე რომ ეს ხო ფული უნდა დახარჯოს და მე აქედან სარგებელი რა იქნება პლუსი მინუსი რაღაც და იმ ფორმულაში არ ჯდება თან რა არის იცი ხო აი როგორი რაღაცა არის ეს ამბავი როგორ დამთავრდება ხო ლოგიკურად ერთმანეთსაც ეკითხებიან ალბათ ხო აი ეს ბავშვები და მათი მშობლები რამ უნდა აიძულოს რომ აი ამ ბრძოლის ველიდან გავიდრე აი мотиваცია რა უნდა იყოს არანაირი мотиваცია აი ახლა მე რო ვითხოვდე რაღაცას რომ აი ბასლაინის ფართობიან ზოლი შეავიწროონ ან გააფართოონ და ამაზე გამოდიოდე და მედგრად ჩემს 10 თანამებრძოლთან 100 თანამებრძოლთან ერთად ვიბრძოდე და ამას უყურებდნენ ინერვიულებ ვიჩხუბებ მაგრამ ნუ გადამივლის გრძელდება ცხოვრება არ არის ამათ რა შეუქმნის ამ мотиваციას რომ ამ ბრძოლაზე ხელი ჩაიქნიო და რა ჩამორიცხავს ეგა რომ აი ეგ არ ქნეს იმიტომ რომ აი არაფერი გარდა იმისა რომ არ ვიცი რა აქვს დაწერილი სამოქმედო გეგმაში არც სისუსტეში ჩაეთვლებოდა აი არა რატო არ შვებიან ვერავინ ვერ გაიგო გარდა იმისა რომ რაღაც არ ვიცი რა სატანური რაღაცაა ის რომ კიდე ბევრი ჯგუფები არის ხო მოითხოვენ რა კიდე და მე ის იმათაც თუ კიდე სხვა ბავშვებიც არიან არა და იმათ რა უნდა ბიუჯეტი თუ ხალხს დავახარჯეთ აბა რაღა გამოვიდა ხო ეგ ლოგიკაა მაგრამ კარგსაც რომ მოუბრუნდეთ მარტო ის რო არ იყოს წუწუნი რომ საბოლოო ჯამში ხარ რამდენი 2 მილიონამდე ააგროვეს ხო რა შეიძლება ცოტა მეტი კიდე ამასობაში იმიტომ რომ გძელდება ის რომ ვიგ მე პროპაგანდამ დაიწყო რომ ეს ისა რომ ეს მამათ იმაზე ემოციებზე და ამ ტრაგედიაზე თამაშობს ეს ისა ჯგუფი და რაღაც და თორე 3 მილიონი გამოყოფილია და ეხა რაღაც თანხები გამოყოფილია შეიძლება 3 მილიონი არის და ბოლო დროს არის მაგრამ ჩვენ საიტზეც დათო ქორიძეს აქვს ორი გაკეთებული ესეთი მოკლე
ფილმივით 20 წუთიანი, 25 წუთიანი ამ სინდრომით, ამ დაავადებული ბავშვების შესახებ სტატიები აქვს, თარხანას აქვს, წიგნია გამოსაცემი, დისერტაციას დაიცავდა ნებისმიერი ისა სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ამჟამად და იქ ნახავთ რა ტიპის გაჭირვება აქვთ. რა ტიპის საჭიროება აქვთ წლების განმავლობაში, როგორ ყიდიან ბინებს, სახლებს და ყიდულობენ ამ სპეციალურ საწოლებს, ამწეებს, სასუნთქ აპარატებს და ასე შემდეგ. არ არის ეგრე რომ ეს ვიღაცა ცდილობს იმად გამოჩდეს ჰუმანურ და გულჩვილ ადამიანს და ემპათია აქვს ადამიანს და ეგ რაც იყო ხა 2 მილიონი შეიძლება არც არაფერი პრობლემა არ გადაჭრას და ზღვაში წვეთი არ მინდა რომ თქვა, მაგრამ ის იყოს რომ ყველა ერთად შევთანხმდით რომ იცი რა ამაზე გული შეგვტკივა და რაღაცნაირად რომ სანამ მაგაზე დაჯარიმებას არ დაიწყებენ და იმას ანგარიშის დაყადაღებას რომ ფული რატო გადაურიცხე ავადმყოფი ბავშვის საჭიროებისთვისო რასაც საერთოდ არ გამოურიცხავ რო ქნან რაღაცა იმის ჩვენება იყო რომ იცი რა შეგვრჩა ადამიანობა იმიტომ რომ რუსეთშიც ეგ არის და ჩვენთანაც ეგ არის ეს სისტემა ისე შვება რომ გული შეგტკივა იმაზე რატო არ შეგტკივა გული ის რატო ისქენი ის თუ გქონდა ის რატო არ გააკეთე რომ ყოველ ჯერზე გაწვევიან რომ რაღაცაზე ემპათია რო გაგიჩნდა ონკოლოგიურად დაავადებული იმებისთვის რა ჯერ ერთი რას არ ვინ არ აგროვებს ხა ესეთი კამპანიური ისა შეიძლება არ ქონდეს მაგრამ ცალკეულ მოქალაქეებზე ცალკეულ მეგობრებზე ცნობილ და უცნობ ადამიანებზე სულ გროვდება საქმეც ამაშია რა. მაგრამ აი გვაქვს კიდე ისა და ეგ ჩაჭერა რომელიც აი ძალიან არასწორია ხოლმე მარტო ხელისუფლების მხრიდან არ მოდის რომ ამაზე შეგტკივა გული ისა რა ანუ ისა გეხოცები რაღაცაზე შემტკივა გული და მაცალე რა და შენ თუ სხვაზე უფრო შეგტკივა გული ერთად დავსხდეთ და ერთად ვიყვიროთ მე ჩემხარეს შენ შემხარეს და რაღაცა აი ეგრე რომ უცბად არ გამოჩნდეს პრობლემა ამისთვის არის პოლიტიკა საჭირო ამისთვის არის მრავალპარტიულობა და ნაღდი პარლამენტი სადაც ბიუჯეტის მიღება ჩვენთან აქ ყველაფერი არის ისა ნიველირებული და რაღაც ისა ძირგამოთხრილი და ძირგამომპალი, თორე ბიუჯეტის მიღებაზე განაწილებაზე უნდა იყოს მთავარი დავები და პოლემიკები და ამისა ჯგუფების ინტერესების დაცვა და ისა, ხო? აი ესე რომ ვიღაცა მარგა იმაზე რატო არ შევტკივა, იმაზეც შეტკივა გულს და არსებობს უამრავი საზოგადოება, არსებობდა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მათ არსებობა შეუქმნეს საფრთხე. ყველას ყველაფერი არ ეწოდინება, ხო, ყველა მოქალაქეს ყველაფერი არ ეწოდინება. ამისთვის არის ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. აი ბიუჯეტში აისახოს ამ მთელი საზოგადოების პრობლემების სიჭრელე, ხო? და ერთ პრობლემაზე მეც ვიტყვი და ბოლოსკენა ვარ გასულები, მაგრამ ერთი კვირა ესე ვარ რომ მეთქი მოვალ და აქ უნდა ქალბატონ ნინო წილოსანის გამონათქვამი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენო მანქანით მოსიარულებს ვაჯარიმებთ, იმიტომ რომ წავახალისოთო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯარიმები გავზარდეთო. გავზარდეთო, იმიტომ რომ აი ესეო მოხდებაო. მე ვარ ადამიანი, რომელიც ტრანსპორტზე გადავსვათ, კერძო საზოგადოებრივი ტრანსპორტზე გადასვლის აბსოლუტური მომხრე და ჩემი იდეოლოგია დგას იმაზე, რომ ბასლაინები უნდა იყოს ყველგან, მანქანით იარეს საქალაქთაშორისო მანძილებზე და აქ ყველგან ქალბატონ ნინო წილოსანი დადის, ანუ პრობლემა ის არის, რომ ცარიელი ავტობუსები დადის მეტროში სიხალვათია და რაღაცნაირად იქ ხალხი უნდა შევყაროთ, ანუ ეგ პრობლემა არის, რომ იქ არის ადგილი, რამდენიც გინდა. და უბრალოდ ეხლა ხალხს მანქანით ურჩევნია სიარული და ამიტომ ძალით უნდა გადავსვათ ავტობუსში. დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრში ჩამოსულა, მე არ ჩამოსულარ, მაგრამ რამდენიმე ადამიანის პოსტი შემხვდა, რომლებიც იქ იტანჯებიან, რომ მანქანით ვეღარ ჩამოდივარ, ავტობუსი იქიდან არ ჩამოდის. შეიძლება 2 საათი, 2 საათი ნახევარი დაგჭირდეს, რომ სადღაცა მიაღწიო უბრალოდ. დიღომი ხო საერთოდ ის არის, ჩამოწერილი არის, როგორც გადაადგილების საშუალება, შეიძლება 2 საათი მარტო მან დიდგე. მეტროში როგორ სიხალოვათ ეიშვიათად მინახავს სადმე. ანუ არის რომ მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, მაგრამ ხანდახან ყოფილა ფულიც მაინდა-მაინც არ მაქვს, მაგრამ ტაქსით წავსულვარ და თქვა 10 ლარი მიმიცია გრძელ გზაზე იმის ნაცვლად, რომ ავტობუსი პირდაპირ იქნებოდა ვერ ავეტენე და არ შემიძლია რომ მარშრუტკაში ესე ვიდგე და რომ მეთქი არ მიღირდა, მაგრამ მირჩევნია რომ რაღაცა ცოტა ადრე მივალ და მარშრუტკები გადაჭედილია, იქ რომ ადიხარის თალკე ჩხუბები და მაგ ვითარების ამ წარმომადგენელს ყოფნის გამბედაობა, რომ თქვას, რომ იცი კიდე უნდა და სად უნდა გადასვა ეს მძღოლები, რომ დააჯარებენ, სად უნდა შევიდნენ, სავსე არის ავტობუსი. დაამატე, ვიღაცა ზის და უყურებს, იმიტომ რომ მაგ ხო ცალკე სისტემა არის, რომ ზიხარ, ზოგი ავტობუსი ერთი და მეორე მოვიდა ერთდროულად, ერთ ადგილას მიდიან და მან ბევრი ხალხი არ არის, დაჯდები კიდევაც, ასწორებს.
მერე მოდის ნახევარსაათში ერთი ავტობუსი, რომელშიც სოდომი და გომორა ხდება, ვიღაცები ორსულდებიან იქა რაღაცა და მე კიდე ნახევარსაათში ერთხელ მოვა და ეგრე იქნება, იგო ვერ ახვალ თუ რაც გამბედავი არ ახარ ან რაღაცა ის არა გაქვს თავი გადადებული. მაგას ვინმე აკონტროლებს, რომ იქნება დაბალანსდეს, რომ ის რომ გადავსებული რო არის 15 წუთში ერთხელ მოვიდეს და იქნება გადანაწილდეს თუ რა. ხო, მაგრამ რა მე შენ გეკითხები? ხო, რატო დავიწყე? ხო, მაგრამ უყურე ზოგი ჭირი მარგებელი. მაგრამ თვითონ ანუ ამ ბოდიში რომ არ შობადობაზეც იგივე დამოკიდებულებაა და ავტობუსის იმაზე რომ ეს არის თქვენ ქვევით ჭიანჭველები რო ხართ ნინო წილოსანის ზევიდან უყურებს რომელსად ავტობუსში მჯდა რაოდესმე და იქით უწყვეტს ვიღაცა მძღოლს რომ მძღოლებისკენ გადავედი ეხა მაგრამ მაინც რომ შენ მანქანაში ჩაჯდე თუ იქ ჩაჯდე თვითონ როდის იყო მეტროში ის კაცი კი დაუკარგე და კაიხანი აღარ მოგვიკითხავს არჩილ ადრე ის იყო ხოლმე პოეტი ასევე თალაკვაძე ბიზნესში გადავიდა რა. თალაკვაძეს ჰქონდა ესეთი ვირუსული პოსტი, რომ ქართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორი მოსახერხებელია, ტაქსიში რო ჰქონდა ფოტო გადაღებული არ გახსოვს სელფი, იმიტომ რომ ჩათვალა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის, ტაქსიში რო ჩაჯდები. ეგ არ არის, ანუ იმის მიუხედავად რომ ზოგი ანუ რაღაც ავტობუსები გამოიცვალა, რაღაცას არა უშავს მეტრო, მე მგონი მისახედია, იმიტომ რომ ხანდახან ისე ზანზარებს ხოლმე რომ მეშინია.ავლაბარში წვიმდა და კალაძემ თქვა როგორც იქ ვნახე რომ ახლა ჩემცაც მიუღებელი იყო მერეო ბევრიო ჩვენკენ გამოიშვერს ხელს იმის ნაცვლად რომ კომპანია მოიკითხონ ვინ გააკეთაო კომპანია თვითონ უნდა მოიკითხონ მერისკენ გავიშვერს ხო აბა ვისკენ ვის მიცეს ისა ტენდერებს დაიმეებს და ამ დროს აცხადებენ ტენდერებს სკოლის ფორმები უნდა დავბეჭდოთ თუ რა ვიცი რა უნდა გააკეთონ რომელიც ვისაში ჭირდებოდა როგორი რაღაცა არის ამ იმას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა ხო პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი რომელსაც ესმის რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა ჯობია ეკოლოგიის რაღაც იმ განმუხტვის და ასე შემდეგ თვალსაზრისით ორი საშუალება აქვს ორი გზა აქვს ერთი საკუთარი მაგალითით იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სადაც მეორე პუნქტი ირთვება აჩვენებს როგორი კომფორტული არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უბრალოდ რომ გაიძულო ჯარიმა გაგიზარდო აი როგორც დემოგრაფიულ ისა პრობლემების გადაწყვეტას მხოლოდ შეძახილით აპირებენ რომ აი ქართველებო უნდა გაუმრავლდეთ და მხოლოდ ეს არის საკმარისი ასე არის საკაც ეს თან ცოტა ცინიკური არის და აი ამ ცინიზმის საფუძველს იძლევა ნიკო რა იცი სულ მე როდესაც ესენიც წინა ხელისუფლებაც იმის წინაც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს სულ უნდა შეხედო რომ აი უკვე აღარ არის თანამდებობაზე და რაღაც მის გამონათქვამზე თხოვენ პასუხს. აი რამდენი რამე აქვს გაკეთებული, რაზეც პასუხს რომ მოთხოვენ, აი უბრალოდ სათქმელი არ ექნებათ. ახლა სისტემა რაღაც ჯავშანივით არის, გაიგე? შეიძლება რაღაც სიბრიყვე გითხრას, ნიშნის მოგებით გითხრას, მაგრამ მისი ცხოვრება არ იცვლება და აი შენ რიგით მოქალაქეს რჩება შთაბეჭდილება რომ შენს კითხვას ხო არანაირი ძალა არ აქვს და ის მაინც ისე აგრძელებს ცხოვრებას არაფერი არ იცვლება ხო აი მე მაქვს სრული განცდა რომ იმათ ვინც ახლა საჭესთან დგას ხო აქვთ ესეთი წარმოდგენა რომ მათი ეს ძალაუფლება არასოდეს დამთავრდება და რაღაც გადაწყვეტილებებზე აუცილებელი არ არის სისხლის სამართლებრივი იყოს აი ისე უბრალოდ სადღაც პრივატულ წრეში შეხვდა ადამიანი და რაღაც შენს გამონათქვამზე და იმაზე გადაწყვეტილებაზე კითხვა დაგისვა და პასუხი მოგთხოვა. იქ არ არის ვიღაც დაცვა რომელიც იტყვის რომ კომენტარის გარეშე არ აკეთებს კომენტარს, ნუ გადაუღებ, გაიყვანეთ და რაღაცა და აი გელოდება ადამიანი და გთხოვს პასუხს რაღაცაზე. აი უნდა გაჩვენდე და უნდა იყო ესე დაბეჭავებული. როგორიც ბევრი გვინახავს ძალაუფლება დაკარგული ტიპები, როგორ საცოდავდებია. იმიტომ რომ ეხა აქვთ ჩამოგვიყალიბდა პოლიტიკური კლასი, რომელიც გაცხადებულად და ღიად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ სხვებზე უკეთესია და კანონების სხვებს უნდა დაეუწესო, რომელიც თვითონ არ შეეხებათ. ეს შეეხება ვინცად ისწავლის, რომ არანაირად არც ერთს ხელისუფლებაში ყოფს არ მიაჩნია, რომ თვითონ თავისი შვილისაც წავა და სადარ წამოვა, ეგ არავისი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩემი შვილისაც წავა და სადარ წამოვა, ეგ სწორედაც რომ არის, იმიტომ რომ საჯარო სკოლაში არ დაყავთ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაინდა-მაინც არ არიან, ხო? ხო. მეორე რომ ვინ მანქანით ივლის და ვინ ავტობუსით, როცა თვითონ აი ესე თავისუფლებას აძლევს ქალბატონი ნინო რომ ეს სხვებს გადაუწყვიტოს, როცა თვითონ 100 წელი შემჯდომი არ არის.
ბატონი გიავალსკი ზის და შენ არავის არ უნდა რომ მინა დაბეროს თუ რაღაცა ის გააკეთოს, როცა თვითონ მიიჩნევს რომ თვითონ 100 წელი მაგის გამკეთებელი არ არის და არის მთელი რიგი კანონები, რომელსაც ზევიდან ქვევით ესე გიშვები, რომ თქვენ ესენი აკეთეთ, თქვენ ახლა სექსით დაკავდით, ბავშვები გააჩინეთ, იმიტომ რომ ესე ხარ საჭირო, მე გადაჭიქე ავტობუსში, მე ისქენი და ჩვენ რას ვიზამთ, თქვენი საქმე არ არის. იმის ფონზე თან რომ ეს ავტორიტარიზმის შენგან ვიცი ეგენი და მე ვერჯერ დაკვირვებულა ერთ-ერთი კომპონენტი კარგად რომ მუშაობდეს არის ის რომ დროდადრო უნდა დაიბაროს სხვადასხვა მაღალ ჩინოსნები და უნდა საჯაროდ გაროსკო. პუტინი ამას აკეთებს ხოლმე დროდადრო, ლუკაშენკო მაგას აკეთებს ხოლმე დროდადრო, თამაშის წესია ეგ, არა? რომელსაც ჩვენთან ვერავინ ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ყობახიძემ რომ დაიბაროს დანარჩენი ვიღაცები და გაროსკოს, ყველა იტყვის რომ კი ბატონო, ანუ გაღიარებთ ჩვენში პრიმუ როგორ არის თანასწორთა შორის უპირველეს თუ რაღაცა, მაგრამ ყველამ ხო ვიცით რომ შენ არა ხარ ის ვინც მაგას უნდა აკეთებდეს. ეგ არის ბიძინა ივანიშვილი. ანუ ვერავინ ვერ დაიბარებს ესე ირაკლი ყობახიძე რომ შეკრებს რომ ვიღაცას ხელი დაუქნიოს, იმიტომ რომ ის ვიღაც შეიძლება მაგის დანიშნული საერთოდ არ არის და არის იქიდან ქართულ ბანკიდან მოსული დირექტივა რომ ეს აქ იქნება და ეს აქ იქნება. ამიტომ ყველას აქვს თავში ავარდნილი. იქ პუტინთან რაც გინდა თქვი და ბელარუსზე ეჭვი მაინც არ გეპარება რომ ის ვინც არის სათავეში ზუსტად ისინი არიან. ანუ პუტინს ზევით არავინ არ არის და არავინ არ შეიძლება ვთქვათ რჩეველი ყავდეს ან რაღაც ოკულტისტი ან არ ვიცი რა ხდება მაგ ხრივ, მაგრამ ნუ ეგ არის მთავარი კაცი და რაღაც მომენტში გუბერნატორი რო ხარ და რაღაცა ცუდი მოხდება შენთან გეშინია პუტინის, იმიტომ რომ შეიძლება ცუდიც არ მოხდეს. იმან ვიღაცებმა დაუწერეს ტექნოლოგებმა რომ წელიწად ნახევარი გავითარეთ არავის არ გაგილანძღავს და აბა ეხა შემოიკრიბე გუბერნატორები და დროდადრო ის შემოახოლმე თან სახეა გასებული საშიში არის ახლოდან ალბათ გაცილებით უფრო საშიშია. როგორ ბოლო დროს რაღაცნაირად ისე გამოიყურება სეტინგებს რო აურევ იმაში ჯერ სად არის კომპიუტერულ თამაში ესეთი ის არის ტერმინი ბრეჟნევეც აი აბრეჟნეվել ჯერ ეგ წინა მაგრამ მაგ რიტუალის ერთ-ერთი ნაწილი არის ჩვენება რომ სახელმწიფო რომელიც იმათ შემთხვევაში პუტინში ან ლუკაშენკოშია განსხეულებული უბრალო კაცსა მაინც პატივს ცემს და ანუ ის ეუბნება რომ მე ყველგან ხო არ ვიქნები. ანუ ისქენი რა მიდი მიხედე ხა იქა და შენ რო აგზიხარ კი იცი რომ ტყუილია, მაგრამ ნუ თამაშის ნაწილია. სად გვინახავს აქ ვინმეს განეგა? ან მე არ გამიგია რომ ვიღაცა გამოდის და ეს უბრალო კაცსა და ეს რაკენი როგორ ჩაარტყი პოლიციელო იმ ვიღაცა გორელ კაცს რატო ეს რატო გადაუკეთე ადამიანს ეს კანონი არაფერი. სად გონია თავი შენ დანიაში ხო? ანუ ჩელაბინსკში მგონია, მაგრამ უარესი გამოდის, იმიტომ რომ ჩელაბინსკში ხანდახან იცი რომ თავის მოკატუნების მიზნით მაინც იტყვიან რომ აბა ეს რატო გააკეთე. ეს რა მომხდარა. როცა გასკდება და საკავშირო თუ რა ქვია იმას ნაციონალურ დონეზე გასკდება ამბავი და აქ არის ნაციონალურ დონეზე ყველაზე ტყვი არაფერი არ მომხდარა, ეგ ნაციონალებმა ხნეს, ეგ ვინც ციხეში არ არის, იმან გააკეთა, მოდი ისევ შევაბრუნოთ და მე რო შენ გცემ, პოლიციელი რო ვარ ისევ შენ დაგიჭერენ და ეხა როგორც შენ ამბობ გადაიღეს აქამდე ბევრი სხვა იქნებოდა მოქალაქის გადაღებულიც, მაგრამ როცა ხარ რაღაცა შენთვის სახლში არა გაქვს შარის თავი, ანუ არ გადაიღებ და არ გამოდებ თუ ვაშკაცურად არ გზნობ თავს, იმიტომ რა ვიცი ოჯახი ყავს და მე ვიღაცა მოვა და იმას ისამს იძალადებს შენზე. ეგრე არ არის? ზუსტად ეგრე არის. ნახე როგორ ის თქვენი ქადაგებით გამოვედი. ნუ კითხავი. იცი რა სწრაფად გადავიაროთ და დრო გაგვივიდა და ახლა სან ისტრაფ იჩქარე თორე ახალ თემას ეხლა მე ვარ ისა რომ იწყებდა მეთქი ახლა მაცალე ისე რა არის ნიკო იცი აი რო ამბობდით პროპაგანდა ხო აი აღარ აქვს მნიშვნელობა არგუმენტებს აი ტრადიციულ ლოგიკას ხო მაინც რაღაცნაირად უნდა იყოს ეს ლოგიკა წყობრი კონდეს ამ პროპაგანდას და იმას უბრალოდ ხო აი მხოლოდ აი პავლოვის ზაღლების ექსპერიმენტი რო არის ხო აი იმედს რო ტიპი უყურებს არ ვიცი უკვე ისი არის გაწორთნილი ას მაყურებელი მხარდამჭერი ხო ყავს არა ახლა რეიტინგებს რო ზომავენ ტელევიზორს იმედი ამ პირველზე ან მეორეზე არის აი უბრალოდ ადამიანი აი მეორეზე არის პირველზეა სულ ხო აი ახლა იყო და შემგონი ხო მე სულ პირველზეა ხო მით უმეტეს ხო აი თავარია ლაპარაკობდეს აი როგორც იქ შუქი რო ენთება პავლოვის ექსპერიმენტში და ძაღლს რო ეს სანერწყვე ჯირკვლები რო უაქტიურდება აი რო ლაპარაკობს ის რომელიღაც ის ირაკლი ჯავახი ფუტკარაძე ვიღაცა და უკვე ეფექტი აქვს პროპაგანდას აი სულ არაფერი აი რაღაც
სულ გაუგებარ ენაზე რო ილაპარაკონ, უბრალოდ რო ლაპარაკობს, ხო? პროპაგანდა მუშაობს. უკვე ეგეთ ტიპებში. აი ასეთი შტაბეჭილება რჩება, იმიტომ რომ სრულიად არალოგიკურად აწყობენ ამ იმას. მე წამიკითხავს ან აღარ მახსოვს საწავი კითხავთ რომ ის კი არ არის ამ შემთხვევაში პროპაგანდის ამ რეალობაში. ლაპარაკობს არა შენ რო უყურებ, კი არ უნდა რომ დაგაჯეროს რაღაცაში, იგულისხმება რომ უკვე გჯერა არგუმენტი მოგაწოდოს. მაგრამ ეგ არგუმენტებიც აღარა აქვს. ხომ არგუმენტი არა, აბა ის იყო კარგი, როგორც წესი ეგ არის ხოლმე. მაგრამ რაღაც მინიმალურ სტანდარტს, კრიტიკულ სტანდარტს ხო უნდა უძლებს. არა, სულ ეგრე გახსოვს ანუ ეხა აღარ გვიწერენ ხოლმე ესე, მაგრამ ადრე იყო რომ აი სად იყავით მაშინ თუ რაღაცა შენც რო ვარდებოდი ხოლმე ფინტიკო იმივით რომ მე ეგრევე სად ვიყავი და იცი ვიბრძოდი იმათ წინააღმდეგ ბოლომდე ვიყავი მოქმედებს და იმითო იმისთვის სულ ერთი 2012 წლამდე ხო 2012 წლამდე სად იყავი რაღაცა ეგეთი რომ აბა დანიაშიც ხდება ეგეთები და მე თვითონ როგორ სერიოზული სახით არის ხოლმე რომ მეორე დღეა უკვე კოპენჰაგენში ესე კარმა არა ეგ ნიკო ახლა შეიძლება მაგაზე მოცხოს იმან უზენაესმა ერთადერთობამ მისმა ერთადერთობამ რომ რატო იჩქარე ეგ კოპენჰაგენისთვის წერილი რო არ მიეწერა ახლა ხო იტყოდნენ ახლა სერიოზული არგუმენტი ექნებოდა პროპაგანდას ეგ რო არ კონდეს დახარჯული ეგ კოზირი ახლა რას იტყოდა რა ეხოთ ხალხო კოპენჰაგენშიც ხდება ესეთი რაღაცა ახლა ვეღარ იტყვი კიდე მოხდება სადმე კაცო კარგად და ამ პოლიციელების და ამ იმას აქციელს რო უყურე მივხვდი რომ ქართულ პოლიციას ძაღლები რატო არ აქვს რატომ რა ნაკლები სიავია აქვთ ჰა ზუკა ამ ტიპებს რო უყურებ რავი ძაღლი გააჩერებდა ჯეკა ეთყოდა რომ ბიჭებო არ გინდა კაი, სწრაფად ჩამოყვეთ ტოპ კომენტარებს ვკითხულობ TTK9W, მადლობა რომ თქვენი გადაცემით გვიხალისებთ ნაცრისფერ ცხოვრებას. ან როგორც წესი პამებს ტოვებ ხოლმე და მე ვფიქრობ რატო კარგიც არის და წავიკითხო დაგვიწევ. რაღაც კარგიც ხო ხდება. ხო. გეჯაძე კახა, მადლობა რომ მართლები ხართ, კარგები ხართო. ნეოსტას 62-72 ჯიმის პოდკასტს ვეთანხმები, მიდი რა ჯიმი გელოდებით. დიდი ფანბეისი ვერ მოესწრებით. იმიტომ კი არა. სანამ ის ტიპები არ მცემენ ჯიმი პოდკასტი გააკეთ. ნოდოვიკო წერს ანეკდოტს ჭია რო ეკითხება მამას რომ ვაშხში ცხოვრება როგორიაო და ძალიან კაიაო ატამი უსმთლად გადასარევიაო და აბა ჩვენ ნეხში რატო ცხოვრობთო და სამშობლო ეს არის ჩვენი სამშობლო სხვაებით კარგები ხართ ანუ ყველა ჩვენც გვიყარხართ დანიასთან შედარებით ჩვენ უფრო გემრიელი სუპები გვაქვსო გიგა დადიანიძე წერს რაც ძნელი არ დაეთანხო ანუ სუპი გვაქვს ჭამ ხუმრობის გარეშე სად დანიურ სამზარეულოს არ ვაყენებ შეურაცხყოფას და ორაგულიც გამოყვანილი ალბათ კაია, მაგრამ რა სისულელე. ისე როგორ მოტრიალდა პარადიგმა გახსოვს იქ დანიიდან გიყურებთ. დანიაში გიყურებთ. დანიაში. აბა დროებით.